ფიზიკას უნდა ახსნას ის მოვლენები, რომელიც ჩვენ გარშემო ხდება. ჩვენ რაღაცები გვესმის და რაღაცები არ გვესმის. ფიზიკა არ გარჩევდება მანამ სანამ ჩვენ არ გავიგებთ. თუ რა ხდება? ეტყობა რომ გავიგებთ თუ არა ეს არ ვიცი ბოლომდე, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ადამიანი კაცობრიობა ყოველთვის მიისწრაფის იმის რომ გაიგოს ბუნების ძირითადი კანონები. აი უბრალოდ კაცობრიობა სხვანაირად ვერ განვითარდება თუ არ შეიცნოთ სამყარო. არის თეორია, რომელიც ამბობს, რომ არის უსასრულო რაოდენობის სამყაროები, სადაც იდენტური კანონებია. როგორც ჩვენ. და აი ამ შემთხვევაში ამბობენ, ეს თეორია ამბობს, რომ იქ აუცილებლად იქნება ესეთი სამყარო, სადაც აი ჩვენ წინ ვარსებთ. ჩვენაირი ადამიანიც არსებობს. იმედია დღეს ტელეეკრანებთან მსხდომნი მზად ხართ იმის გასაგებად, რასაც ჩვენ ფილმში ქართველი და უცხოელი მეცნიერებისგან მოისმენთ. თემა ისეთი შემიძლია ძალიან მენტორული ტონით ვისაუბრო, რომ ადამიანი ყოველთვის ცდილობს შეიცნოს სამყარო, რომელშიც ცხოვრობს. ცნობის მოყვარეობა ყოველთვის კაცობრიობის ძირითადი მამოძრავებელი ძალა იყო. რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ვგონებს შეუძლებელი აღარაფერია, მაგრამ არ გვინდა ეს. მოდი ძალიან უბრალო ენით, მაგალითებით, ანალოგიებით შევეცადოთ ავხსნათ ის, რისი წარმოდგენაც კი საკმაოდ რთულია. აი მაგალითად ვიღებთ კამათელს და ვისვრით. არსებობს პარალელური სამყაროები, მატერიის სხვა ფორმები, რომელიც ჩვენთვის უცნობია. ჩვენ მათ ვერ ვგრძნობთ, თუმცა ეს პარალელური სამყაროები შესაძლოა ამ ოთახშიც კია. ისინი არსებობენ, მაგრამ ჩვენთან ძალიან სუსტად არიან დაკავშირებული. იმდენად სუსტად, რომ ჩვენ მათ ვერ შევიგრძნოთ. სწორედ ამიტომ გსურს მოვაწყოთ ექსპერიმენტები, რომელთა მეშვეობითაც შევამოწმებთ იმ ნაწილაკთა არსებობას, რომელიც პარალელური სამყაროების თეორიას დაადასტურებს. თვითონ პარალელური სამყაროს ცნება ძალიან დამაინტრიგებელია. თანაც მსოფლიოში აღიარებული ფიზიკოსი თუ გეტყვით, რომ ექშენი პარალელური სამყარო აქვეა, სადღაც 2 მილიმეტრში, შეიძლება საერთოდ გადაიღია. თუმცა პარალელური სამყაროების შესახებ არსებობს რამდენიმე თეორია. რამდენიმე მიმდინარეობა არის მეცნიერებაში, სადაც არის მოდელი, რომელსაც შეიძლება პირობითად პარალელური სამყარო უწოდოთ. ერთი არის აი კვანტური მექანიკიდან მომავალი, რომელიც ამბობს ალბათურ თეორია და სხვადასხვა სამყაროების ალბათური სამყაროების არსებობას. მეორე არის დამატებითი განზომილებები, როცა გვაქვს პარალელური ერთმანეთთან ახლოს ყოფილი სამყაროები დამატებითი განზომილებაში. ოდნავ მოვლენებს გაუსწრებ და გეტყვით, რომ ერთ-ერთი თეორიის თანახმად სიტყვაზე ვაგორებ კამათლს და დაჯდა 4-იანი. კამათლის ყველა შესაძლო სხვა ვარიანტი არსად არ იკარგება და აუცილებლად დაჯდება სხვა სამყაროში. ესე იგი, მე თუ ამ შემთხვევაში გავაგორე 5-იანი, სხვა სამყაროში 3-იანი დაჯდება. აი, იმ სამყაროში მე და საერთოდ ყველა ჩვენთაგანს სრულიად განსხვავებული რეალობა და შესაძლებლობები გვაქვს. ჩვენ სამყაროს ციკლური ისტორიის მხოლოდ ნაწილი ვართ და ერთ მონაკვეთს ვხედავთ. მნიშვნელოვანია, რომ ექსპერიმენტებით თეორიულად შესაძლებელია დროში უკან დაბრუნება. დროში გადაადგილების მიზანია გავიგოთ თუ როგორ მოქმედებდა სამყარო. და ეს თეორეტიკოსებისთვის უბრალოდ თამაში არ არის. ალბათ ძალიან უცნაურად ჟღერს, რომ დროში უკან დაბრუნება შესაძლებელია, რადგან მხოლოდ ერთი სამყარო გვაქვს. მაგრამ საქმე ისაა, რომ სინათლის სხივს განსაზღვრული სიჩქარე აქვს და გარკვეული მანძილის გავლა შესაბამის დროს ამდომებს. ამიტომ, როდესაც შორეულ ობიექტს ვუყურებთ, სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ იმას, თუ როგორ გამოიყურებოდა ის წარსულში. დაჟახების პროცესში ან რაღაცა კვანტური შემდეგ ის თავისთავად დამოუკიდებელ სამყარო ანუ გარშემო სამყარო მასთან მიზანშედეგობრივი კავშირი არა ის თავისთავად არის ეს სამყარო ხალხად მასეთ უწოდება პარალელურ სამყაროს ანუ კონტექსტი რა არის წარმოვიდგინოთ რომ პარალელურ სამყაროს მაგალითად იმის გამო მაგალითად ტემპერატურა ან იმის გამო უბრალოდ კვანტური ფლუქტუაციების ძიები იყო შეიძლება რა მოხდეს ხომ ერთხელაც კოორდინატები ისე გაიგდეს, რომ ჩაკეტილი სამყარო, პატარა ჩაკეტილი სამყარო მოწოდეს ჩვენ სამყაროს.
და როგორ ის მოწდა, როცა მოწდება, ის სამყარო თავის თავში აგრძელებს არსებობას, როგორც აბსოლუტურად ლეგიტიმური დამოუკიდებელი სამყარო. ამაში არც პარადოქსი არ არის, რატომ თქო? დამკვირვებელი, რომელიც გარედან შეხება სამყაროს, მისთვის ეს სამყარო დაბადება იქნება იგივე There might be some, region universe which is so far from us. ახლა არსებობს ნაი ტექნოლოგიები, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს შეუძლიათ ახალი პლანეტების აღმოჩენა. ისინი ძალიან გვანან დედამიწას. შესაძლოა იქ სიცოცხლე, თუნდაც ელემენტარულ დონეზე, ჩვენ ვიცით უკვე განვითარდეს, მაგრამ ჯერჯერობით ეს დაზუსტებით არაა ცნობილი. ამისთვის საჭიროა იმ პლანეტებზე წასვლა და ამა თუ იმ საშუალებით შემოწმება. არ შემიძლია იმ იდეის უგულებელყოფა თითქოს იქ სიცოცხლე არსებობს, ამას ვერ უარყოფ. მათი არსებობა სავსებით შესაძლებელია. People can discover new planets that are very similar to Earth and might be their life, even though at a more elementary level. მოდი გავერკვეთ საიდან მოდის ეს თეორია. ყველა შესაძლო მოვლენა ჩვენ სამყაროში თუ არა, სხვა სამყაროებში აუცილებლად ხდება. მოუხმოთ ფანტაზიას და ცადოდ გავერკვეთ. არის თუ არა და თუ არის, სად არის ეს პარალელური სამყარო? ხო, აი ისიც, მაგიდა და ბურთი. კლასიკური ფიზიკის კანონებით ეს ბურთი თუ მას რა თქმა უნდა არაფერი და არავინ შეეხო, ასე იდება უსასრულოდ. კვანტურ მექანიკაში შეიძლება მოხდეს ისეთი პროცესები განხორციელდეს, რომელიც კლასიკურ ფიზიკაში შეუძლებელია, აკრძალულია. აი მაგალითად, მაგიდაზე რო დადოთ მაგალითად ბურთი, ხო? კლასიკურ ფიზიკაში ეს ბურთი რო დავდო მაგიდაზე, ნიუტონის მექანიკის თანახმად სულიდება მანდ, ხო? უსასრულო დროც რო ველოდოთ, ეს ბურთი სულიდება. კვანტურ მექანიკურად ესე არ არის. კვანტურ მექანიკურად ნაწილაკს ყოველთვის აქვს სასრული ალბათობა, რომ ტუნელირება განიცადოს. ანუ ფაქტურად გაქრეს და მატერიალიზაცია განიცადოს მეორე მხარეს, ბარიერის. ესე იგი, ყოველთვის შეუძლია ბარიერი გადალახოს. აი ეს. $1954 წელს პრინსტონის უნივერსიტეტის მეცნიერების ახალგაზრდა კანდიდატმა ჰიუ ევერეტმა პირველად გამოთქვა ვარაუდი ჩვენი სამყაროს იდენტური პარალელური სამყაროების არსებობის შესახებ. ამ საკმაოდ თამამი განცხადებით პერსპექტიულმა ახალგაზრდა მეცნიერმა დიდი რისკის ქვეშ დააყენა სამომავლო კარიერა. მისი თეორიის თანახმად პარალელურ სამყაროებში მოვლენები განსხვავებული ხაზით მიმდინარეობს. მაგალითად, ჩვენ სამყაროში მომხდარ ბრძოლებს იქ სხვა განვითარება და ფინალი აქვს. დედამიწაზე დიდი ხნის წინ გადაშენებული ცოცხალი ორგანიზმები პარალელურ რეალობაში ისევ განაგრძობენ არსებობას. ჩვენი მსგავსი ადამიანები განსხვავებულ ცხოვრების გზას გადიან. ამ სკანდალური თეორიით იგი ცდილობდა პასუხი გაეცა ერთ მეტად საინტერესო კითხვაზე, რომელიც კვანტურ ფიზიკას ეხებოდა. 1900 წელს ფიზიკოსმა მაქს პლანკმა ფიზიკის ახალი მიმართულება შექმნა და მას კვანტური ფიზიკა უწოდა. ერთ-ერთი ცდის დროს მეცნიერმა დააფიქსირა გამოსხივების უცნაური ქცევა, რომელიც მთლიანად ეწინააღმდეგებოდა ფიზიკის კლასიკურ კანონებს. ფიზიკოსებმა შეამჩნიეს მიკროსამყაროს სპეციფიკური თავისებურებები. აღმოჩნდა, რომ მიკროსამყაროში ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობი კანონები მოქმედებდა. კვანტური მექანიკის ინტერპრეტაცია თანამედროვე, აი ეს რაც წიგნებში წერია ყველგან, ეფუძნება ნილს ბორის და მისი კოპენჰაგენის სკოლის ინტერპრეტაციას, რომელიც გვეუბნება იმას, რომ მიკროსამყაროში ყველაფერი არის ალბათური. ჩვენ მიჩვეული ვართ მაკროსამყაროში, რომ ყველაფერი არის განსაზღვრული. მე შემიძლია დავთვალო ვიწინასწარმეტყველო თუ რა მოუვა რაიმე თქვათ ნიუტს თუ ვიცი ინფორმაცია მის ეხლამდელ მდგომარეობას. ანუ თუ ვიცი საწყისი პირობები, ყოველთვის შემიძლია ვიწინასწარმეტყველო რა მოუვა მას. და კვანტური მექანიკა ამ აზრით ალბათურია, იმიტომ რომ პრინციპულად შეუძლებელია იწინასწარმეტყველო შედეგი შეიძლება თქვა მარტო ალბათობა რომ მოხდება რაღაცა ამ ალბათობით. და რაღაც მთელი სპექტრი ამ შესაძლებლობების, რომელიც შეიძლება განხორციელდეს. ერთად გავერკვეთ რა ხდება. კვანტური ნაწილაკი ცვალებადია. მას სხვადასხვა სახის მიღება შეუძლია.
სანამ არ მოხდება გაზომვა, ჩვენ ვერ დავადგენთ ნაწილაკის ჭეშმარიტ ბუნებას. უცნაური ის არის, რომ ყოველ გაზომვაზე სხვადასხვა შედეგს ვიღებთ. ესე იგი, კვანტურ ფიზიკაში მიკროსხეულზე დაკვირვებისას ერთი და იგივე მიკროობიექტი მეცნიერმა შეიძლება აღიქვას როგორც ტალღა, ან როგორც ნაწილაკი. მაგალითად, ელექტრონები ნივთიერების უმცირესი ნაწილაკებია. თუმცა მათ ასევე გააჩნიათ ტალღური ბუნებაც. რადგან ერთი და იმავე ობიექტზე ჩატარებული ცდიდან ვიღებთ ორ განსხვავებულ შედეგს, გაჩნდა ვარაუდი, რომ სამყარო შეიძლება დაიყოს ორ განსხვავებულ ნაწილად. სწორედ ევერეტმა შემოგთავაზა სულ სხვა ტიპის ინტერპრეტაცია, რომელიც რას ამბობს, რომ გაზომვის დროს ან ერთი, ან მეორე მდგომარეობა რეალიზდება, არამედ ორივე რეალიზდება ერთდროულად და თითქოს სამყარო ამ მომენტში იყოფა ორ სამყაროდ, გაიყო ორად. დანიელი ფიზიკოსის ნილს ბორის თანახმად, კვანტურ ნაწილაკს არ შეუძლია არსებობა ერთ ან მეორე მდგომარეობაში. ის ერთდროულად არსებობს ყველა შესაძლო პოზიციაში. ნაწილაკის შესაძლო მდგომარეობები ხასიათდება ტალღური ფუნქციით, ხოლო კვანტური ობიექტის ყველა შესაძლო მდგომარეობაში ერთდროულად ყოფნას სუპერპოზიცია ეწოდება. კლასიკური მაგალითი კვანტურ მექანიკაში, რომელიც მოყავთ ყველა სახელმძღვანელოში, არის ორი ხვრელის ექსპერიმენტი. ეს რაში მდგომარეობს ეს, რომ მე მაქვს რაღაცა ერთი ობიექტი, რომელიც გადის ეკრანში, სადაც ორი ნახროტია. ისე რომ მე არ ვიცი, რომელში გაიარა მან. საკმარისი მე დავადგინო, რომელში გაიარა, ეს ობიექტი ხდება კლასიკური და არავით არის სუპერპოზიცია, არავით არის ინტერფერენციასაც მეოძახი, ადგილი აღარ აქვს, ალბათობა აღარ არსებობს. მაგრამ მე თუ არ ვიცი, რომელში გაიარა, ანუ ჩემზე დამოკიდებულ, ჩემ ცოდნაზე, ან გაზომვაზე, მაშინ ის ტალღური ფუნქცია, რომელიც აი ამ ალბათობაში ეცამება, გადის ორივე ნახრეთში ერთდროულად. ნილს ბორის თეორიის მიხედვით, კვანტურ ობიექტზე დაკვირვებისას ჩვენ მასზე ჩვენდაუნებურად ვახდენთ ზეგავლენას. ეს დაკვირვება აშფოთებს, აღაშფოთებს ობიექტს და აიძულებს მას მიიღოს ტალღური ფუნქციით ახსნილი ერთ-ერთი სავარაუდო მდგომარეობა. ყოველი ასეთი შეშფოთებისას ობიექტი სხვადასხვა მდგომარეობას ირჩევს. სიტყვა შეშფოთება ფიზიკაში მიღებული ტერმინია და როგორც ხედავთ, მიკროსამყაროშიც არსებობს თავისი შეშფოთებები და აღშფოთებები. ხო, რას ვამბობდი? ჰიუ ევერეტმა თავისი პარალელური სამყაროების თეორია ნილს ბორის ინტერპრეტაციაზე დაამყარა. ევერეტი მიიჩნევდა, რომ ობიექტის ყველა შესაძლო მდგომარეობა ერთდროულად რეალიზდება. ოღონდ ეს სხვადასხვა პარალელურ სამყაროებში ხდება. მაგალითად, კამოთრის გაგორებისას არსებობს რომელიმე რიცხვის დასმის 6 ალბათობა. ის თუ რომელ რიცხვს დავაჯენთ, ჩვენთვის უცნობია, რადგან საწყის პირობებს ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. მივიღებთ ერთ-ერთ სავარაუდო შედეგს, 6 შესაძლო ვარიანტი. დანარჩენი 5 შესაძლო შედეგი ჩვენ სამყაროში გაქრება. ანუ სხვა რიცხვების გამოჩენის ალბათობა ამ კონკრეტულ მომენტში აღარ არსებობს. ევერეტის თეორია ამ მაგალითს ასახსნის. ამ თეორიით ესენი არსად არ გაქრება, რადგან ალბათობა არ იკარგება კვანტურ მექანიკურად ის აუცილებლად უნდა განხორციელდეს, ის ხორციელდება, ოღონდ სხვა კლასიკურ სამყაროში, რაც ასევე ისევე ალბათიანია როგორც ჩვენ. ეს არის ძირითადი აზრი. ოღონდ ის სამყაროები ამ დროს მე ამას ვერ ხედავ, იმიტომ რომ მე მუდმივად ერთი არხზე მივდივარ, ერთ ტოტს მივყვები შტოს და ამ დროს ჩემი ისტორია მუდმივად იტოტება. და სხვა დროს ერთდროულად პროცესად ხდება სხვა რაღაცების სხვა სამყაროებში. ევერეტის თეორია პარალელურ სამყაროებზე ცდება კვანტური თეორიის ჩარჩოებს. თუ მოქმედებას ერთზე მეტი შესაძლო შედეგი აქვს და თუ ევერეტის თეორია გამართლდება, მაშინ გამოდის, რომ სამყარო უსასრულოდ მრავლდება. ასე რომ ყველანაირი გაზომვა, ეხლა ჩვენ ცხოვრებაზე რო გადმოვიდეთ, ყველანაირი ურთიერთქმედება თითქოს სამყაროს ყოფს და ყოფს სხვადასხვა პარალელურ სამყაროებს. აი აქედან შემოვიდა ერთ-ერთი პირველი ინტერპრეტაცია, დასახელება ისე, რასაც ჩვენ ვეძახეთ პარალელურ სამყაროებს. რაოდენობით არ იქნება შეზღუდული. ყველა გაზომვა სამყაროს გაყოფს მრავალ ნაწილად. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ოდესმე ვინმე სიცოცხლისთვის საჭი სიტუაციაში აღმოჩენილა და მისი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა, პარალელური სამყაროს კანონებით იგი შესაძლოა მკვდარია. მაგალითად, ქუჩაზე გადასვლისას თუ მანქანას ძალიან სწრაფად ჩაუქროლია, პარალელურ სამყაროში
ასე რომ შესაძლოა პარალელური სამყაროებიდან ერთ-ერთში მე სამწუხაროდ უკვე აღარ ვარ. და სულ სხვანაირად იქნება ხო ისტორიაც ყველაფერი. მაგრამ მე მინდა ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ეს არის ინტერპრეტაცია. ინტერპრეტაციას უფრო ფილოსოფიური ნაწილია. ჩვენ კვანტური მექანიკა ისე მუშაობს, რომ მას ინტერპრეტაციის გარეშე ჩვენივრად შეიძლება ახსნას ყველაფერი. გამიგეთ ხო? ეს ინტერპრეტაცია, ფილოსოფია და რამდენად თქვათ ევერეტის მოდელი რეალობა ამას ჩვენ ვერასდროს ვერ შევამოწმოთ. ევერეტის თეორიას გარკვეული პრობლემები ჰქონდა. თუ სამყარო ორად იყოფა, გაურკვეველი რჩებოდა ექნებოდათ თუ არა მათ ერთმანეთთან კავშირი. ეს პრობლემა თეორიულად არ იყო გადაჭრილი, მაგრამ შემდგომში მეცნიერებმა დეტალურად შეისწავლეს პროცესი და მივიდნენ დასკვნამდე, რომ გარემოსთან ურთიერთქმედება ამ სამყაროებს სტაბილურს გახდეს და ისინი კლასიკურად განვითარდებიან. ეს ძალიან გავს, აი რასაც ახლა პრობლემა ამ მოვლენას კვანტურ დარვინიზმს. აი, როდესაც თქვენ სახეობებს აჯვარებთ, ხო, წარმოიქმნება სხვადასხვა სახეობა, მაგრამ ის სახეობები არ არის მდგრადი, მაგრამ გარემოსთან ურთიერთქმედება ხდის ამ სახეობებს მდგრადად და მერე ყალიბდება ეს როგორც დამოუკიდებელი სახეობები, ხო? აი ესეთი შედარებები მოყავთ ხოლმე როგორც წესი ევერეტის თეორიის, ევერეტის ინტერპრეტაციის ასახსნელად. ერთმა დიდმა რეჟისორმა ზუსტად არ მახსოვს რომელმა ასეთი რამ თქვა. არა ამ ქვეყნიურ ფილმს დედამიწაზე მცხოვრები ვერც ერთი რეჟისორი ვერ გადაიღებსო. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მსოფლიო კინემატოგრაფიაში აქამდე წარმოუდგენელი ვიზუალური ეფექტების ხანაა, ასახვა იმის, რაც ადამიანის თვალს არ უნახავს და ზღვარს მიღმაა, ვერავინ შეძლო. როგორც ჩანს, ჩვენი წარმოსახვის და ფანტაზიის უნარი არ არის იმდენად განვითარებული, რომ წარმოვიდგინოთ, როგორია ეს პარალელური სამყარო. სად არის ის? ან შესაძლებელია თუ არა იქ მოგზაურობა. Again, if there is if some very თუ კი რაიმე ძალიან განსაკუთრებული პირობები შეიქმნება, ჩვენ შევძლებთ პარალელურ სამყაროებს შორის მოგზაურობას. არსებობს ეგრეთ წოდებული ვორმჰოლები, რომელიც ძირითადად გვირაბის მსგავსი უცნაური ობიექტებია. ისინი ერთი წერტილიდან მეორეში მოხვედრის საშუალებას გვაძლევს, მაგრამ ამისთვის განსაკუთრებული პირობები, ძალიან ძლიერი გრავიტაციული ველია საჭირო. და არ მგონია, რომ ვინმე შეუძლია წარმოიდგინოს, როგორ უნდა შეიქმნას ეს განსაკუთრებული პირობები. ამდენად კიდევ ერთხელ ვიტყვი. პარალელურ სამყაროებში მოგზაურობაზე ფიქრი თეორიულად სასიამოვნოა, მაგრამ ექსპერიმენტულად ეს ისაა, რაც ხვალ არ მოხდება. or imagine how to create those extreme conditions. ძალიან ბევრი სამყარო არსებობს, ეს არსებობს ჩვენი ჰორიზონტის მიღმა, კოსმიური ჰორიზონტის მიღმა. ევერეტის თეორიის მიხედვით, მოდი ესე ვთქვათ, ევერეტის ინტერპრეტაციის მიხედვით ეს სამყაროები არსებობს ყველგან და მათ შორის კავშირი აღარ არის. არსებობს სამყარო, სადაც ვთქვათ, აი იგივე თქვენი რესპონდენტი ხელს გადაისვას მარჯვენა ხელს აკეთებს და არსებობს სამყარო, რომელიც გადაისვა და მარცხნივ. ეს ორივე შეიძლება არსებობდეს. და სხვა შორის ძალიან ბევრს უნდა რომ ეს დაიჯეროს, რატომაც არა, ხო, ლამაზია, მეც მინდა რომ დავიჯერო, თუ ძალიან ლამაზია, არსებობს, ესეც არსებობს იმ მდგომარეობაში და ასე შემდეგ. პარალელური სამყაროების არსებობის იდეით დღეს ბევრი მეცნიერია დაინტერესებული. შექმნილია სხვადასხვა ურთიერთგამომრიცხავი თეორია. მაგალითად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთ-ერთი თეორიის თანახმად პარალელური სამყარო აქვეა, ჩვენგან რამდენიმე მილიმეტრში. ამ თეორიას ბრანების თეორიას უწოდებენ და საკმაოდ აქტუალურია სამეცნიერო წრეებში. ბრანების თეორიის ერთ-ერთი ავტორი ქართული ფიზიკოსი გია დვალია. ეს თეორია არ ჯდება ფიზიკის სტანდარტულ მოდელში და მისი დამტკიცების შემთხვევაში ფიზიკაში დიდი გადატრიალება მოხდება. ამ თეორიის მიხედვით, ჩვენი სამგანზომილებიანი სამყარო, რომელსაც მეცნიერები დროის სახით მეოთხე განზომილებას ამატებენ, ჩასმულია მრავალგანზომილებიან სივრცეში. როგორც ვარაუდობენ, ჩვენ სინგლი უამრავი განზომილებაა, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ მათ ვერ აღვიქვით. ბრანების თეორიის მიხედვით სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, სამგანზომილებიანი სიბრტყეა და ამ ზედაპირს მემბრანას, ბრანას უწოდებენ.
ასეთი ზედაპირების ანუ ბრანების რაოდენობა არ არის შეზღუდული. ისინი ერთმანეთის მიყოლებით ფურცლებივით არის ჩასმული სივრცეში. თუ არსებობს დამატებითი განზომილებები და ჩვენი ხილული ნაწილი, მსოფლიო, ასე ვთქვათ, რომელსაც ჩვენ გარშემო ვხედავთ, არის სამგანზომილებიანი ზედაპირი, რომელიც ჩადგმულია აი ამ დამატებითი განზომილების მქონე სამყაროში, მაშინ ასეთი ზედაპირები შეიძლება რამდენიმე იყოს. ყოველ ზედაპირზე არის თავისი მსოფლიო. აი ეს არის პარალელური, ამას უწოდებენ ხანდახან პარალელურ მსოფლიო. ამ ერთ-ერთი მემბრანების თეორიიდან, ან ბრანების თეორიიდან ერთი ვერსია იყო, რომ ამ მემბრანაზე არის ყველა ნაწილაკი, ჩვენ სამყაროს ყველა ნაწილაკი ჩაჭერილი, მარტო გრავიტაცია შეუძლია გავიდეს და ამითი ეს იდეა იყო, რომ აიხსნათ გრავიტაცია რატომ არის სუსტი. ესე თეორია მოიგონეს, მე ხედავ, შემიძლია მაგალითად მაგნიტით ავიღო, მაგნიტს დავაგდო პატარა ლურსმანი და პატარა მაგნიტით ავიღო ეს ლურსმანი. ქვევი დედამიწა ეზედავს იმ ნაწილაკს და მე პატარა მაგნიტით იმას ჯობნი. ეს მაგალითია, რამდენად მძლავრი არის ელექტრომაგნიტური გამოსხივება, ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება გრავიტაციასთან შედარებით. მთელი დედამიწის მასას პატარა მაგნიტმა შეიძლება აჯობოს. ანუ ფაქტობრივად ეს არის მსოფლიოები, რომლებიც გრავიტაცია რო გამოგვერთო, ფაქტიურად ჩვენთან დაუკავშირებელი იქნებოდა. მაგრამ იმის გამო რომ არსებობს გრავიტაცია, ერთმანეთს უკავშირდებით. და ეს სხვანაირად, სხვა მხრივ, სხვა დანარჩენი ურთიერთქმედებები მთლიანად ცხოვრობენ აი ამ სამგანზომილებიან ზედაპირზე. ესე კომუნიკაცია ერთმანეთთან აქვს გრავიტაცია. ისინი პარალელური სამყაროები არიან, რომელიც ჩვენს გვერდით ყველა წერტილშია. მაგრამ ეს სამყაროები იმ დამატებით განზომილებაში მდებარეობს, რომელთა დანახვა ჩვენ არ შეგვიძლია. რადგან ჩვენთვის მხოლოდ 3 განზომილება არსებობს და რა ხდება ჩემგან 1 მილიმეტრში არ შემიძლია გავიგო. გიადვალს არის ძალიან საინტერესო თეორია თავის კოლეგებთან ერთად და ის ამტკიცებს, რომ აი ვთქვათ შემდეგი განზომილება მილიმეტრის ცოტა ქვემოთ არსებობს. აი ესეთ მანძილებზე არის. გიადვალის თეორია სწორედ იმას ამბობს, რომ აი ეს ყველაფერი გაზომვადია, ყველაზე მარტივად ეს უნდა ვთქვათ, თორე ის რომ მრავალგანზომილებიანი იყო სამყარო, ამას ადრე ამბობდნენ აი სიმების თეორიაში მომუშავე ხალხი. მაგრამ იმ ხალხისთვის ის ენერგიები მიუღწეველი იყო. რომ ის ენერგია იყო ძალიან დიდი ენერგიები, რომელსაც ჩვენ ვერ მივაღწევთ უახლოეს, რა ვიცი, შეიძლება 1000 წლის განმავლობაში. მაგრამ მასაც გიადვალი ამბობს, სწორედ იმას ამბობს, რომ ეს ენერგიები მიღწევადია. და ვნახოთ, რას გვიჩვენებს CERN-ის ექსპერიმენტები. CERN-ის პირობებში და CERN-ის ენერგიებზე, იმ ენერგიებზე, რომელსაც ნაწილაკი შეიძლება მიიღოს, შესაძლებელია აღმოჩენილი იყოს აი ეს ეფექტები. მაგალითად, მრავალგანზომილებიანი სამყაროს არსებობა. მაგალითისთვის წარმოვიდგინოთ ბილიარდის მაგიდა, სადაც ბურთულებს ერთმანეთს ვაჯახებთ. დაუშვათ, რომ ბილიარდის მაგიდა ის ბრანაა, რომლის ზედაპირზეც ჩვენი სამყარო იმყოფება. თუ ჩვენ ბურთულებს ერთმანეთს ძალიან დიდი სიჩქარით დავაჯახებთ, ბურთულო ზემოთ ავარდება. ანუ ჩვენი ბრანიდან სხვა სამყაროში, სხვა ბრანაში, დამატებით განზომილებაში მოხვდება. თუ ძალიან დიდი ენერგიით დაეჯახა ნაწილაკები, შეიძლება ეს ნაწილაკი ამოვარდეს ამ სიბრტყიდან, ანუ ამ ბრანიდან და გაჟონოს სხვა სამყაროში. სხვა სივრცეში. აი ამ ტიპის მაგალითებით რა ვიცი რამდენად გასაგებია, მაგრამ წარმოსადგენა ძალიან ძნელია. ადამიანს არ შეუძლია წარმოიდგინოს ამის გარანტიას გაძლევ. ვერავინ ვერ წარმოიდგენს მრავალგანზომილებიან სამყაროს. ალბათ იმიტომაც ვერ წარმოიდგენს, რომ ჩვენ თვითონ ვართ სამგანზომილებიანი არსებები, ამას ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ. სხვადასხვა ეს დამატებითი განზომილების იდეა ლიტერატურაში იყო ჯერ კიდე 2 საუკუნის წინ. აბოტი იყო ესეთი მწერალი, რომელმაც დაწერა
მათ აზარმოების ქვია ბრტყელი სამყარო, flatland. ნუ ეხლა ამ სიუჟეტი ვითარდება გეომეტრიულ ფიგურებში. მოკლედ არიან იქ პერსონაჟები, რომლებიც არიან ორგანზომილებიანი, როგორც არის სამკუთხედი, ოთხკუთხედი და ასე შემდეგ. და ეს ორგანზომილებიანი პერსონაჟები ცხოვრობენ ორგანზომილებიან სამყაროში, სიბრტყეზე. მათთვის მესამე განზომილება არ არსებობს. მათთვის ისევე ძნელია წარმოიდგინონ, რომ არსებობს მაგალითად სფერო, როგორც ეხლა ჩვენთვის არის ძნელი, რომ არსებობს მაგალითად მეხუთე განზომილება, ხო? მერე ის სიუჟეტი ვითარდება ისე, რომ სფეროსთან მოუწევთ ურთიერთობა და ეს შემდეგ ის არის. მაგრამ სინამდვილეში ეს ლიტერატურული ანალოგია არის აბსოლუტურად ძალიან კარგი იმისთვის, რასაც ჩვენ ვეძახით დამატებით განზომილებას. Well, it's a little difficult to imagine. ჩვენ 4 განზომილებაში ვცხოვრობთ, რომელთაგან 3 სივრცითია ზემოთ, ქვემოთ და განზე. ერთიც კი დრო. 4 განზომილებიანი კონტინუუმი უკვე საკმაოდ რთულია წარმოსადგენს. ამრიგად, როდესაც მეტგანზომილებაზე ვფიქრობთ, ჩვენ მათემატიკური ვიზუალიზაციის გამოყენება გვიწევს. ცოტა არ იყოს რთულია იფიქროს სივრცეზე, რომელსაც 6 განზომილება აქვს. კარგი ის არის, რომ ამ განზომილებების უმეტესობა ძალიან მცირეა და არ არსებობს იმის საშიშროება, რომ თქვენ უეცრად აღმოჩნდეთ სხვა განზომილებაში. მაგრამ ისინი თავს ავლენენ გარკვეული ენერგიისა და ნაწილაკების მოდელის ფორმით. თუ ჩვენ გვექნება სამყაროს მოცემული ზომა, დამატებითი განზომილება, თუ კი ის არსებობს, მაგალითად, დიდ ადრონულ კოლაიდერში, მაშინ ის აღემატება ამ ენერგიას და რასაკვირველია, ჩვენ ვიხილავთ ნაწილაკთა განსაკუთრებულ მოდელებს, რომელიც უნდა წარმოიქმნას, როდესაც ჩვენ ვაჯახებთ პროტონებს. ამრიგად, პრინციპში ჩვენ შეგვიძლია მათი კვლევა. წარმოვიდგინოთ მაგიდის ზედაპირი. მასზე მოძრაობენ ჭიანჭველები, რომელთაც რეალური სამგანზომილებიანი სივრცისგან განსხვავებით არ აქვთ სიმაღლე. ამ ჭიანჭველებს შეუძლიათ იარონ მხოლოდ წინ, უკან, მარჯვნივ ან მარცხნივ. ისინი ორგანზომილებიან სივრცეში არსებობენ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს ორგანზომილებიანი სამყარო ჩასმულია სამგანზომილებიან სივრცეში. თუმცა ჭიანჭველებს ამაზე წარმოდგენაც არ აქვთ, რადგან მათი მოძრაობა სამგანზომილებიან სივრცეში შეზღუდულია. ჩვენ ორგანზომილებიან ზედაპირზე კი არ ვცხოვრობთ სამგანზომილებიან ზედაპირზე, რომელსაც ჩვენ სივრცეს ვეძახით. მაგრამ ეგ პრინციპული განსხვავება არ არის, ტექნიკური განსხვავებაა. და ეს ჩვენი სივრცე, რასაც ჩვენ სივრცეს ვეძახით, ეს არის ზედაპირი, რომელიც ჩადგმულია მრავალგანზომილებიან სამყაროში. და უხეშად რო ვთქვა, აი როგორც ფურცელი დადის აი ამ ოთახში დაუშვათ, ხო? ზუსტად ასევე ეს სამგანზომილებიანი ფურცელი, რომელსაც ჩვენ ვცხოვრობთ, ჩვენ მაგას ვეძახით ბრანას, მემბრანისგან წარმოდგება. ასევე არის დადის ამ მრავალგანზომილებიან სამყაროში. თვალის თეორიის მიხედვით მე არ შემიძლია ვარსებობდეს სხვა ბრანაზე. ეს თეორია არქავს ევერეტისეულ კვანტურ თეორიას, სადაც შემნაირი ადამიანები არსებობენ და მომავალი გამუდმებით იტოტება. მე არ ვიცი რა ხდება სხვა ბრანაზე, რა თვისებები აქვს იქ მატერიას. ვერ ვხედავ რამდენი ვარსკვლავი თუ ოკეანეა, ან თუ არის იქ მსგავსი ობიექტები. არსებობენ თუ არა ჩვენნაირი, ან საერთოდ ცოცხალი ორგანიზმები. ჩვენ ვართ განვითარების, მეცნიერული აზრის განვითარების წინა ფრონტზე. რაც ვიცით და არის ნაწილი, რომელიც ჩვენ არ ვიცით, ხო? და იგება უამრავი თეორიები. რომელი თეორია აქედან მართალი, ამას მხოლოდ ექსპერიმენტი გვიჩვენებს. მხოლოდ ექსპერიმენტი. აი, სწორედ ამიტომ ტარდება, ამიტომ დაიხარჯა ასე დიდი თანხა, 10 მილიარდი დოლარი იმისათვის, რომ CERN-ის დიდი ადრონული კოლაიდერი აშენებულიყო და გაგვეგო აი ეს ყველაფერი, თქვა, იქნებ გავიგოთ. თორემ სკეპტიკოსებიც არსებობენ, ამბობენ, რომ იქ შეიძლება რაღაცები ვერ ვნახოთ, რასაც ველოდებოდით. ნუ ნახოთ. გასულ საუკუნეში ფიზიკოსები ჯერ ატარებდნენ ექსპერიმენტს და შემდეგ პოულობდნენ მიღებული გამოცდილების თეორიულ ახსნას. ჩვენ საუკუნეში ფიზიკაში დაგროვებულმა ცოდნამ ბევრად გაუსწრო წინ ექსპერიმენტულად შემოწმებად ფიზიკას. CERN-ის კოლაიდერში დღესდღეობით ყველაზე ამბიციური ექსპერიმენტით პარალელური სამყაროების არსებობის შესაძლებლობაც მოწმდება. და ესეც ზღვაში წვეთია იმ ცოდნასთან შედარებით, რაც დღევანდელ თეორიულ ფიზიკაშია დაგროვილი. ზღვაში წვეთი კი არა, უფრო ზუსტად წვეთში ზღვა იქნება თუ კი ეს თეორია ექსპერიმენტულად დასაბუთდება. მიღებული ცოდნა ფიზიკის სტანდარტულ მოდელს თავდაყირად ააყენებს. ფიზიკაში ახალი ეპოქა დაიწყება და ახალი, კიდევ უფრო უცნაური თეორიები შემოწმდება. ერთხელ ნილს ბორმა თავის კოლეგას ასეთი რამ უთხრა. თქვენი თეორია არ არის იმდენად აბსურდული, რომ სწორი იყოსო.